ანუ ზიზღზე ჰასინა ხო? ძალიან ცუდი თვისება. მოდის ბრძენი და გვასწავლის თუ რა ცუდი შედეგები შეიძლება იყოს და ბოლოს გვეტყვის რა ავია მაგაზე. ნავი ყოფილა. მოდი ნა. ჰასინა ზიზღი. ჰამიდა ჰაზოთ יש בה לאו. და ამაში არისო აკრძალვა თორიდან. ხო? ადამიანს რო ვიღაცა ეზიზღება, გადადის აკრძალოს თორიდან არ გააკეთებს. სიზულული არაჟებია უფრო. ზიზღს. ერთად იგივეა. ზიზღი გეზიზღება შეიძლება საჭმელს ვარ. ადამიანი არ შეიძლება გეზიზღებოდეს. ადამიანი სიძულვით. ხო სიძულვით. მაგრამ აზრი ერთ და იგივეა. რა მშორ მაგეთ. ხო გავიგეთ რა უნდა. გეზიზღება ადამიანი. რა? კა მოდნა. დიქტივ. არა, სწორია, სიძულვით. ზიზღს ალბათ უფრო არის სიძულვით. ხო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზიზღს და სიძულვილს შორის არის ასე ვთქვათ, ხობრივი, არა. რა არის ზიზღი რა არის? აი ზიზღი რაღაცაა და ხელსაც ვერ მოგიდებ გეზიზღება ეს რაღაცა. არ არის ეგრე ადამიანი რო ეზიზღება მეორე. გეჯავრება ის სხვა არის. არა, აი გეჯავრება უკვე არის კუთხური. შეიძლება ხანდახან ქართულ სიტყვებში გულს. სიძულვილი. ხო, სიძულვილი. სიძულვილი, მართალია. დიქტივ, როგორც ნათქვამია. ლოთისნა ეტახი ხაბილვავეხა. სადაა თორაში აკრძალვა სიძულვილზე, რომ არ შეიზიზღო შენი ძმა, შენი მეგობარი, ხო? ახიხა ბილვავეხა, გულში. სხვაგან საჩერბო რო გეზგებ. სანუ რა? სიძულვილი მოდის საიდან? გულიდან. რატო ლევავეხა? აბას არ უნდა იყოს. ბალე? ბილვავეხა შენ გულში. გულებში. რატო გულებში? ბილვავეხა. ვავეხა. შენ გულშია. ბილვავეხა? ბელიფხა არ არის ეგეთი. შეიძლება ეს მოწოდებითი ენა, როგორც თორა მაღალი ელაშნაკოდეს დაფარებით. თორაში ვერ ნახავ ბელიფხა. არა, იმიტომ ორი ის არსებობს. რა. კი რომ ორი კუთხე აქვს გულს. დაყოფილია, ერთი არის კარგისა და ერთი არის ცუდისა თუ რაღაცა. აქ ეს რაღაც არის, მაგრამ სანახავია პასუხში როგორ ხსნიან ამას. უბაზე ჰუსარნო ლეასիր მინავშენო მიდათასინა. და ეძახის აქედან რომ მოვიდა გამჩენმა დაგვიწერა თორაში. ხო? ღვთიურ თორაში დაგვიწერა რა, რომ არ შეიზიზღო ვიღაცა მეგობარი შენი, ხო? ძმა შენი, არ არის ძმა, ანუ უშუალო ძმაზე საუბარი, ყველა ისრაელის შვილზეა. მოვიდა თორემ გაგვაფრთხილა რა, რომ მოვიშოროთ ჩვენგან ეს ცუდი თვისება. ვეიმიდა ჰაგორემეთ ავონოთ არბე. და ეძახის ეს არის თვისება, რომელსაც მოაქვს ძალიან ბევრი ცუდი შედეგები. კემორ ლაშონარა როგორც წინაზე ვისწავლთ. ხო ლაშონარა ადამიანს ვიღაცას ძულს პირველ რას აკეთებს, ყველაფერი იწყება საუბრო, ჯერ ფიქრებში თავისთან, მე რომ გამოდის უკვე ეს იწყებს გამოსვლას გარეთ, იწყებს უკვე საუბარს. ქიასონე ეთხავერო მესაპერ ლეოლამ ბესინათო ვეკოվել ალავ, რაც იძახის რომ ყველა როდესაც ადამიანს ეზიზღება ერთ ადამიანს მეორე ყოველთვის რა თავისი სიტყვებით, ასე ვთქვათ, სცემს ამ ადამიანს. ვეთამიდ დორეშ რა ალავ ვესამეახ ლედო რაც იძახის საშინელება, ხო? და მუდამ ადამიანს უნდა რომ დორეშ რა, უნდა რომ ცუდით შეემთხვეს ამ ადამიანს და რა გარდა ამისა რომ შეემთხოვა ეს ცუდი, მე კიდევ ისა მხიარულია. ბედნიერებას განიცდის, ხო? ვეგორემეთ ნისკო შეაზიკლო ქეშეუხა ლეაზიკლო და ყოველთვის ელოდება რა რომ ზიანი მიაყენოს იმ ადამიანს. ანუ რომ თქვი ჩასაფრებულია, რომ გამოჩნდება თუ არა სიტუაცია, რომ ვიღაცა ზიანი მის ეზიზღება, ზიანი მიაყენოს, ანუ რომ ადამიანს რომ დაფიქრდეს, დავუშვათ მომენტში რომ გაწიოს ეს ყველაფერი და თავისთავად შეხედოს როგორც სხვა ადამიანი უყურებდეს ამას, მიხვდება რა საშინელებას აკეთებს, მაგრამ რა იმ ყველაფერი რაც მოდის გულიდან და ეს არის თვისებები ადამიანის და არის ადამიანი რომელსაც მეტი მისწრაფება აქვს ასეთი რაღაცეებისგან. არიან ხალხი როგორც ზეხენ გულშათხრობილი ხალხია, ხო? არის ადამიანი გახსნილი, რომელსაც შეუძლია დავუშვათ რაღაცა დაიწყო მასში, ვიღაცასთან ილაპარაკოს, იმან დააწყნაროს და გაუქმს. არის ხალხი რომელიც გულში ინახავს. ჩუმად არიან და სანამ არ აფეთქდება და რო აფეთქდება მე ხანდახან ცუდად ფეთქდება ხოლმე, ხო? მე ძალიან ცუდით ისინი გამოვა, ხო, შედეგები. და ელოდება ჩასაფრებულია რომ მიაყენოს ზიანი მარტო არ არის ცემატყება, შეიძლება ერთი სიტყვა თქვას და დაუნგროს თელი ცხოვრება ამ ადამიანს, ხო? ვენოკემ ვენოტერლო კიდევ რა გზალოს გადადეს, რა არის ნოკემ შურს იძიებს, ვენოტერ რა არის გულში ატარებს რას? ბოღმას. ეს კიდე ორი ცალკე აკრძალვაა თორიდან, როგორც წერია, არ იძიო შური და არ ატარა ბოღმა გულში, ხო? ველო ერახემ ალავ აფილუჰუ და ხუქმეოდ და არ შეიწყალებს და არ გამოიჩენს მოწყალებას ამ ადამიანზე, თუნდაც რომ ის ადამიანი ძალიან გაჭირვებაში იყოს.
რატო თუ ვიძახით რომ უხარია იმის უბედურება, რა თქმა უნდა არანაირი მოწყალება იმ ადამიანზე არ ექნება. ומחמת השנאה יגנה במעשיו הטובים. და ადამიანი იმიტომ რომ ძალიან მაგრად ეზიზღება ეს მეორე, იმას რაც არ უნდა კარგი გააკეთოს, ყოველთვის ჭირს მოწყობს იმის გაკეთებულ კარგ საქციელს. וישנאם בעיני ובעיני אחרים და ეძახის რა, რომ როგორც თვითონ ეზიზღება, ასე შეაზიზღებს სხვა ხალხსაც ამ ადამიანს. ანუ რა, არა თუ მარტო მოვა და ეთქვის, იცი რა გამიკეთა, არა. ანუ ყოველთვის გააფორმებს იმის გაკეთებულს მილიონჯერ უფრო მეტად. აქედან რა დავისწავლეთ წინა გაკვეთილებზე, რომ ლაშონ არის ანუ შემსმენი უფრო მაგარ შარშია ვიდრე მთქმელი. ამიტომ ყოველთვის ადამიანი რომ მოდის და ვიღაცას ცუდს გიყვება, უნდა ადამიანმა ჩართოს ძალიან მაგარი ფილტრი. რაც არ უნდა სანდო ადამიანი იყოს, ხო? არ მიიღო გულთან. რაღაცა მოხდა, თუ შეგიძლია რომ გაარკვე, თუ არ და დაივიწყე რაც გიქ. რატო? იმიტომ შენ არ იცი ამის გულიდან რა საიდან მოდის ეს ყველაფერი, ხო? ანუ რა ინტერესი ამოძრავებს ამ ადამიანს, რომ დგას და ვიღაცაზე, ვიღაცის გაკეთებულ კარგ საქციელზე, ეხლა რას აკეთებს? აცხობს ჭირკს, ხო? ანუ რა შვება? კარგს აქცევს სიბოროტეთ, ხო? ანუ რა შენ იცი რომ ეს კარგია ეს რაღაცა. როგორ შეიძლება რომ რაღაც ხედავ რომ კარგია, ეს მოდის და გეუბნება რომ ცუდია დაიჯერო ეს ყველაფერი, ხო? და სიტუაცია თუ არის რომ ორივენი იყვნენ აი იმ სიტუაციაში და ეს რაც მოხდა ორივემ ნახეს. და ეხლა განიხილავენ ერთმანეთს, ეგეც ლაშონარა, რა? რა თქმა უნდა. შენ თუ მოდიხარ და ამ ადამიანს ეუბნები, ხახა, გაგზელებაში ითქვის ეუბნები, რომ რას იგონი, ხო ხედავ რაც გააკეთე. როგორ ვისწავლეთ გახსოვს, თუ ადამიანი არის ბეინონი, ის ვინც აკეთებს, ვიზეც აქვს საუბარი საშუალო, უნდა განსაჯო იმისკენ, ხო? სიკეთისკენ, ხო? თუ არ ეხა ის რაშა, არ გაკვალდებული ცუცუდი ადამიანი არ გაკვალდებულება ეხა ის განსაჯო სიკეთისკენ, ხო? რაც გააკეთა, მაგრამ ეხა ამას თუ შეგიძლია რომ მისცე, აუხს ნახე ეს სწორია და რაც შენ აკეთებ ეხა აზვიადებ, ხო? იგონებ რაღაცებს, იმიტომ რომ შენ გაგ ნეგია როგორ იქნება, რაღაც დამოკიდებულება ამ ადამიანთან, მაგრამ შენი პირადი ინტერესი გაქვს, ხო? ეს არ არის ლაშონარა, ეს არის რა, თუნდაც რომ ლაშონარა იყოს, რადგისთვის არის, რომ იყოს შალომი, რომ არ იყოს რაღაც ცუდი, ხო? როგორ ვისწავლეთ, როცა ლაშონარა ითქმება, რომ არის ამაში რაღაცა თოელეთ როგორ არის? სარგებელი შეიძლება ამის თქმა. სარგებელი ჭეშმარიტ სარგებელი უნდა იყოს, არა სარგებელი დავარქვათ და ადამიანმა პირი გახსნას, ხო? უმონია ტომი ბალავდა რაც ძახის, რომ ესეთი ადამიანი ასე რომ ვთქვათ აცილებს სიკეთეს მის გამკეთებლის გამო. ხო, ანუ ადამიანმა გააკეთა კარგი რაღაცა, ეხლა ეს იწყებს ლაშონარის ლაპარაკს ამაზე, ასე რომ ვთქვათ, ცუდი რაღაცების ლაპარაკს ამაზე და იძახს აცილებს სიკეთეს. ველო ედელო ალაემეთ და იმან ვიზიც ეზიზღება ჭეშმარიტებას რო თქვას არასდროს არ დაეთანხმება. რატო? იმიტომ რომ ამისთვის ეს ადამიანი არის პერსონა ნონ გრატა. აბსოლუტურად მიუღებელი ადამიანია, ხო? ვეიმ ხაიავლო ჰუ ნოქსო და რა თუ იმას ეხა ამასთან რაღაც ვალი აქვს, რაღაცა ჭირდება, ეს შეაჭიროს. ხო? ნოქსო რა არის? შეჭირება შეიძლება. ეშკამა მინესინა, ხო? ეს სადვიძახის რიბიძე არის ეგეთი რაღაც გახსოვთ? რიბიძე იძახს თორე ეგეთი მას, რომ რა ადამიანს რო ასესხებ ფულს, არ უკბინო, რას ნიშნავს არ უკბინო? ფული ხო ასესხებ? ის რო შენ პროცენტებით იღებ იმისგან, ასე რომ ვთქვათ, ფულს, ეგ არის თითქოს და სიცოცხლეს ართმევდა იმას, რატო? უნდა რომ დაგიბურნოს საცისესხა და ვერ ასწრებს იმის მოცემას, პროცენტის მოცემას და ის თავი რაც მოსაცემი აქვს, ისე მოსაცემი და მოსაცემი რჩება, ხო? ეშკამა მინესინა, იძახის ბრძენი რო არის სხვადასხვა სახის სიძულვი. ეშ სონე ეთხავე რომ ავურ შეიზიკლო ბემამონო არის რომ ადამიანს ეზიზღება მეორე, როდესაც იმან ვინც ეზიზღებათ, იმან მიაყენა ზიანი ამის მატერიალურ მხარეს, მანქანა გაუფუჭა, სახლი დაუზიანა, ფული დაუკარგა, რაღაც ეგეთ. ო შეიკავო, ან მიაყენა ფიზიკური ზიანი, ხო, ცემა, ან ხარი გაკრა, რაღაც არ ვიცი, რაღაცა. ო ავურ შებიაშავ, ან დავშოთ შეარწყვინა. ო შეოციალა, შემრა, ან გამოიტანა მასზე ცუდი სახელი. გავარია. დადგა და მოიგონა იმან, ხო, ისიც ბედნიერია, მოიგონა ამაზე რაღაც ცუდი. ალ ელუკ ქაიოცებაჰენ ლოის ნახავე რო ვეიშტო, ასე ძახის, ასეთ რაღაცეებზე როცა გაგიკეთეს ეს რაღაცა არ გაჩუმდე. რატო? ნახე. ქემოშენეემარ ბარეშა იმ როგორც თქვა მიაცუთ ხალხზე, ველო დიბე რავშალომ იმ ამნონ ლემერავე ადტო და ამნონი და ავშალომი არ ლაპარაკებოდა ამნონსო არც კარგს და არც ცუდსო. ან რაღაცა გაუკეთა და ამან ჩაკეტა, ასე ვთქვათ, დაკეტა მასთან ურთიერთობა. თითქოს და იგნორირებას უკეთებს. ქისანე ავშალომ ეტამნონ.
რადგანაც რა თუ ხედავ რას გვასწავლის ბრძენა აქთან ხაფეცხაიმის სწავლობს რაღაცას თუ ადამიანი 3 დღე არ გელაპარაკება ადრე გელაპარაკებოდა ჩვეულებრივ ურთიერთობაში 3 დღე არ გელაპარაკება ეს ნიშანია რომ რაღაცა შენთან რაღაცა ზიზღია ანუ ეზიზღები ხო ela mitzva alav leodio velomarlo lama asit alik akhvekakh ანუ რა mitzva გაკეხა შენ რომ ვიღაცა მოგვეყენა ეს რა ჩამოვთვალ ზიანი იყო თუ ხო რო უთხრა რატო გამიკეთე ეს რაღაც ანუ როგორც იტყვიან მიდი და რა გააიასნე რა ხდება ხო შენემა როგორც დათქვავია ხოხიახ დამიტეხა თუ ყველა სივა გამოსტი ხოხიახ დამიტეხა რომ როგორ მე დააყენე სწორ გზაზე შენი ერის ადამიანი ხო რა მომიდიხარ დაუნები ეს და ეს რატო გაქვს შეიძლება ადამიანმა ჭეშმარიტად ხო შეიძლება ადამიანმა არც იცოდეს რა გააკეთა ხანდახან ხდება ცხოვრებაში მოხდა რა რგასაც გაკარი მხარი იმან წარმოიდგინა რომ შენ ასე რომ თქვა იმასკენი სპეციალურად გააკეთე არც იცოდე რაღაცა და ისე გიждდება ხო უნდა რომ მოვიდეს და გითხრას რატო გააკეთე შეიძლება ბოდიში მოუხდა დამთავრდეს ყველაფერი თუ არა შეიძლება ამან ატაროს ეს ზიზღი და სიბოროტე და სიძულვილი შენზე თელი ცხოვრება ואם חזר וביקש למחול צריך למחול და თუ მოვიდა ადამიანმა და თხოვა რომ აპატიე ადამიანმა უნდა აპატიოს ולא יהיה המוחל אכזרי და არ უნდა იყოს ადამიანი ვისაც თხოვენ პატიებას אכזרי როგორაა ბრისხან ხო და საიდან სწავლობ ვაითფალელ ავრაჰამ ელა ელოკიმ საიდან მოყავს მტკიცებულება რომ ავრაამავინუმ როდესაც ავიმელეხმა წაართვა წაიყვანა სარა ავრაამავინ რო ჩავიდა რა თქვა რომ ეს ჩემი დააო ხო წაიყვანა ავიმელეხმა რომ მოიყვანა ცოლად რადგან სარა იყო ძალიან ლამაზი ქალი თუ მოიყვანა ცოლად და არის მოიყვანა ცოლად ბოლბოლ რა გამოვიდა ავიმელეხთან მოვიდნენ სიზმარში რომ უნდათ მოეკვდინათ просто ტემპერატურას თავ უნდათ რომ მოეკვდინათ ხო ავიმელეხი ეუბნება ავრაამავინს რატო გამიკეთე ეს რაღაცაო ხო ანუ რა მივხვდი იმისა რომ ხა ავრაამავინი გაბრაზებული იყო რომ მოვიდა და ნახა რომ ბოდიში მოიხადა მის სასაჩუქრები ყველაფერი ავრაამავი კეთრი ქონდა ხო უნდა მომკვდარიყო ის რა ქვია ავიმელეხი დაეკეტათ მთელი ასე ვთქვათ საშარდე სისტემა და ყველაფერი რაც გამოსასვლელია მუცლიდან ყველაფერი ჩაკეტილი ქონდა ხო და რა დადგა ავრაამავინო მივხვდი იმისა რომ ასეთი სიბოროტე გაუკეთეს დილოცა მათზე და გამჩნმა გაათავისუფლა ხედავთ რომ ადამიანი არ უნდა იყოს ახზარი ואף אם לא יבקש ממנו למחול לו לא ישנאהו და მივხვდი იმისა რომ შეიძლება ადამიანმა არ მოვიდეს და არ გთხოვს მაპატიე მაგრამ რა არ გააკეთო ისე რომ შეიზღო და შეიძულო რატო უნდა იცოდეს ადამიანმა რომ თუ ვიღაცაზე გაკპედა როგორ იქნება ასე ვთქვათ გაბრაზებული ხარ და გულში რაღაცას ატარებ შეიძლება ამან იმ ადამიანს ძალიან დიდი უბედურება მოუტანოს იმიტომ რომ არავინ არ ვიცით ჩვენ ტკივილს საში რა ძალა აქვს ხო ანუ ჯობი ადამიანმა მithumetes ვინც იცის ლამაზად თქმა და შეუულია ლამაზად უთხრას მეორეს უთხრას თუ თვითონ იცის რომ არ შეუულია ლამაზად თქواس ყოველთვის შეიძლება იყოს ადამიანი ვინც შეუძლია უთხრას რომ გადასცეს იმას რომ ნაწყენია ამ ადამიანს და არ იყოს საჭირო რაც მოხდა ეს არ უნდა მომხდარიყო ხო რატო თუ ხა არ იცის ლაპარაკი და მივადა იტყვის ისე რაც არ არის სათქმელი შეიძლება უფრო უარესი მოხდეს ხო ორივე მხარეს არის ირანმა გვესროლა ნაბოსტები მოხდება თავში Ela itnaheg imo beahava. და არამედ რა მოიქცესო სიყვარულითო, ხო? ულებესოფ იავო ლიდეი ქახ შეიტაკენ ლო მასე ივეთ. არამედ რა მოიქცეს სიყვარულითო და ბოლო-ბოლო რას მოიტანს ეს ყველაფერი, მოიტანს იმას, რომ გამოსტორდება რაც დაზიანდაო. Есть სინარა აი, всё. წავედით? ჰა? და ფორას სწავლოთ არაფერი არ იქნება. Есть სინარა ხუთი წუთით. არის კიდე ძალიან ცუდი სიზღიო მიმენუ ვეჰი სინათხინამ, ჰა? არსად. არისო ცუდი სიზღიო, რომელიც არის სინათხინამ, უაზრო, უსაფუძვლო სიზღი. ვეჰი ხეხერივა ბაიჩენი, რამას დაანგრია რა ბეთამიგდაში, ხო? სინათხინამი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიბოროტე, რაც შეიძლება იყოს. ვესინა მეხამატკინა ჰირა ამიმენუ და სიძულვილი რომლის საფუძველი არის შური იძახის რომ მაგაზე უარესია. ესე იგი, სინათხინამმა თუ დაანგრია ბეთამიგდაში, თუ ადამიანს შურს მეორეს და ამ შურმა გამოიწვია იმის ზიზღი, ეს უფრო უარესია. წარმოიდგინეთ, რა ძალა აქვს, ხო?
ვერაული ადამ ლეასერ ეთ ნაფშო ლეიტრახეკ მენო და ეძახს რომ ადამიანს მართებსო ლეასერ გაწიროსო ასე რომ თქვა თავის თავი რათა მოიცილოს მისგან ეს სუდითვისებებიო ვეშ სონე ეთხავერო ავურ შეინო გომელ ლოხესე და არის რომ ადამიანს ეზიზგება მეგობარიო რადგანაც რა ის არ უკეთეს ამას სიკეთესო ხო ცოტა გაუგებარია დავუშვათ თუ გეკუთი რას ქვია სიკეთეს დავუშვათ არის ადამიანი ერთ შეძლებული და მეორე შეუძლებელია ხო ყველაზე კლასიკური სიტუაცია რო ავიღოთ ხო და ხა ის ვინც შეძლებული ამას არ ეხმარება ანუ რა ადამიანს გამოდის რომ изначально ხო თავდაპირველად აქ არასწორი ხედვა ცხოვრების რატო თული ის რომ ყველა ვალდებულია მის წინაშე დავით რასაც ვიძახი ანუ რა მე თუ არ თული რომ თქვენ ხართ ვალდებული რომ მე რაღაცა გამიკეთო თუნდაც რომ მე რაღაც ვჭირდებოდეს და არ მიკეთებდე არ შემზიზღდები ხო მაგრამ თუ მე ვთვლი რომ უნდა დამეხმარო და არ მეხმარებ მიხდებს რომ არანაირი ვალდებულება არ გაქვს როგორც მე მოგთხოვოთ თქვენ შეიძლება თქვენ გაქვთ ვალდებულება დამეხმაროთ რომ გამჩენმა დაგავალდებულად დაეხმარო მეგობარს ვისაც გაჭირვებაშია ხო მაგრამ ეგეთი მეგობარი მილიონი შეიძლება იყოს ანუ ადამიანი თუ სწორი არ უყურებს ცხოვრებას ბოლო მიდის სადამდე მიდის სასეწერტილებამდე ხო ოშეინე ნოტენლო მატანა ან არ ჩუქნის საჩუქრებს ქეფი ხელცო ისე როგორც მას უნდა ანუ უნდა რომ აჩუქონ მილიონი და იმან აჩუქა მარტო 10,000 ხო ეს რა არისო არის ეგეთი ხალხი რომ ანუ არასდროს მაყოფილი არჩება ოშეინო მალველო ბიშად და ხკო ეს გოიმისულია შესული მაგრამ არ ვიცია რომ დაიძინებ ძილში კითხებ ის სიზმარში გეტყვიან ან იძახის ან მაგალითისთვის თუ ჭირდება ფული და არასესხა ფული ხო შეიძლება აქ ხან საუბარი ადამიანს რომელსაც ჭეშმარიტად ეს ნორმალური ადამიანი აბრუნებს ვალებს არის ხალხი ვისაც არ უნდა ასესხო ფული იმიტომ რომ მიაგდა აღარც ეს ფულს აბრუნებს და არც აღარ უნდა ვინც იცი რომოდის ნარკომანი და ზეგამდე მასეს $1000 შენ ცირო ის არ დაგიბურნებს ხო? რაული ადამ ლეიტრახეკ მიკოლზე უკესებო და რას ძახს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს ყველაფერს ხა ახსნის ყველაფერს კარგად ახი კაბელ მიაჰავა ქოლ მა შეიგზორლო ჰაბორე ბარუხუ და რას იძახის რომ ადამიანმა მიიღოს ყველაფერი რაც მეგობარმა გაუკეთა ხო მიაჰავა გამჩენის სიყვარულით რომ გამჩენმა გამოიტანა მასზე ესეთი განაჩენი. ანუ რა არა თუ იმ ადამიანმა. ის ადამიანი არის რა, ვიზეც ვლინდება გამჩენის ნება, რაც ჩვენს მიმართაა ასე ვთქვათ გამოტანილი, ხო? ველო ევატე ახბა ადამ, ხო და არამედ რას უნდა ჩამოშორდეს და არ კონდეს დაყრდნობა, არ იყოს მინდობილი ადამიანს. როგორ ვიძახით? რომ კურთხეულია ადამიანი, ვინც არის დაყრდნობილი ვიზე გამჩენზე, მაგრამ ვინც დაყრდნობილი ადამიანზე წეულია ვიძახია. რატო? როგორ ეყრდნობი ადამიანზე, ვინც თვითონ უნდა იყოს მიყრდნობილი გამჩენზე. რა არის ადამიანი, როგორ ეძახიან, ამოვა სული და დაბრუნდება საიდანაც მოვიდაო, ხო? როგორც სული თუ ამოვიდა ადამიანისგან, ბრუნდება და ხდება ის, ვინც იყო თავიდან. ანუ რა, მიწა იყავი და მიწაში დაბრუნდებიო, ხო? გამჩენი ესე იძახის. ვეახშოვ და იფიქროს რა, ილუ ჰაითი ზოხე მე ეთა მაკომბარუხუ ჰაიანოთე ლიადი ზულათი მათნად ბასარ ვადამ ვეალვათამ და რა გამჩენს რომ დომოდა და ყოფილიყავი მე ღირს იმის რომ ქონოდა ის რაც მინდა მეორესგან იძახის გამჩენს არ ჭირდება რომ ისინი შუამავლები ყავდეს ისე მომცემდა რომ არ მექნებოდა არანაირი საჭიროება მიმეღო საჩუქრები ადამიანისგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხული რა არის რომ ადამიანი იღებს საჩუქრს ადამიანისგან ანუ დამოკიდებული ადამიანის ხელს დიდი სირცხულია ხო საჩუქარი თუ ქტამი ქტამი რა არის ქტამი რა შენ გაზვასავთ რა ეს რომ მოგცემს რა საჩუქარი ვეიმ ჰუ ომედ ბეონი უბედოხაკ და თუ ეს ადამიანი არის გაჭირვებაში ო შეჰუ ხოლე უმეიუსარ ბეისურინ ან თუ არის ავად და არის ასე რომ ვთქვა იტანჯება ასე რომ ვთქვა ფიზიკურად yaxshov asher abore letovato gazar alav kolze lekabel miahava და იცოდეს რომ ესას კანჯობი ემოც ადამიანზე მნიშვნელობა არ აქვს როგორ შეიძლება იყოს ყველაფერი გამჩენმა გამოიტანა მისასიკეთეთო ხო რთულია ძალიან რთულია თუმცა არის და არის ხო გაჭირვებები ვესაფეკ და არ არის ეჭვი იმაშიო ბეასოთოზე az tistалек milibо kolsina და თუ ადამიანი ასე შეხედავს ყველაფერსო არ არის ეჭვი რომ ადამიანს გაუქმება ყველანაირი ზიზღი არა თუ მარტო ფიქრის დონეზე ადამიანმა თავის თავზე უნდა იმუშაოს ყველაფერი რაც ხდება ჩემს გარშემო ყველაფერი გამჩენია
ვიღაცამ რაღაც გაგიკეთა, პირველი დაინახე რატო გამიკეთა გამჩენმა მე ეს. არა პრეტენზიით, არამედ რა, რომ გამოასწორო ის რაც სულად გააკეთე. თუ პრეტენზია გაქვს გამჩენთან, უფრო მაგარ შარში ხარ, ვიდრე ადამიანზე ბრაზდებოდი, ხო? וזה יסוד גדול, ועמוד חזק לתורה ולמצוות ולקבל מאהבה כל דבר. ეს არის დიდი საყრდენი და დიდი საფუძველი თორაში და მიცვებში, რომ ადამიანმა ყველაფერი მიიღოს გამჩენისგან სიყვარულით, რაც მოხდა რთულია, მაგრამ ნელ-ნელა იფიქროს, რომ ეს არის ყველაზე კარგი ჩემთვის. ვეამანი გაცნობაზე და ადამიანი როდესაც ეჩვევა ამასო, ველომარ ალკოლ ბგაალ გამზელეტოვა და რომ ეძახის ყველაფერზე ეს ყველაფერი რომ მოვიდა, რისთვის მოვიდა სასიკეთოთო, ხო? ეს ისტორია წეგარაც მოვყევით, რომ რაც კი მოსდიოდა იმ ადამიანს, იმ ბრძენს, ხო? ყველაფერზე ეძახდა გამზელეტოვა, რაბი აკივას მასწავლებელი, ხო? ეძახ ყველაფერი სასიკეთოთა. უმითქავენ ბელიბო და გულში აქ ჩადებული ვესამეახ ბამიშპატ აბორე იდბარახ და ბედნიერია რომ გამჩენმა ეს გაუკეთა, რატო? იმიტომ რომ გამჩენმა ყველაზე საუკეთესო გზა რომ გადაარჩინოს ეს რაღაც ცუდისგან, ეს არის მინიმალური ცუდი. ინაცელ მისინა ვეივა ვეკინა გადარჩება რასო ზიზღს ვიღაცის მიმართ სიბოროტეს ეივა არის ქიშპობა, ხო? ანუ ასე ვთქვათ შუღლი ვეკინა და შურსო ვეგამ ამან სონე ბნე უმანუთო რას ძახის და ყველა სპეციალისტ ხო ეზიზღება თავისი სპეციალობის ხალხიო. არის ეგეთ რაღაც ბინიამინ? კი? არის. და იძახის მესლათ ეშარიმში ჩემთან თქვენთან მოყვანილი აქვთ. მესლათ ეშარიმში იძახის რავხაიმ ლუცატო, რომ განსაკუთრებით ეზიზღება როდისო თუ მეორე უფრო წარმატებულია ვიდრე ესო, ხო? ახლა ორივე შოულობს რაღაცას, მაგრამ რა ის ბომბაა, ის მაგარია, ხო? ზიზღი უფრო დიდია. მაგრამ რას ვერ ხვდება ეს ადამიანი? ყველაფერი გამჩენისგანა, შენი ნიჭი გამჩენისგანა. რა შენი ადგილი გაქვს, რომელიც ის ვერ შეცვლის შენახავს. იმას თავის ადგილი აქვს, რომ იქ დაგსვან, დაანგრევ ყველაფერს. ამიტომ ადამიანი მოიცოდეს, ყველაზე კაი რა არის, ილოცოს გამჩენო მაპოვნილი ჩემი გზა და ჩემი ადგილი ამ სამყაროში. ვერავინ ვერ შეცვლის შენ და ვერავის ვერ შეცვლის შენ, ხო? ჰაკოლ ჰეველ ვერა არაბა და იძახს რა ყველაფერი არის არარაობა, ამაოება და დიდი სიბოროტე. כי יחשוב ששום אדם לא יוכל להרוויח יותר ממה שגזר עליו הבורא. და იფიქროს ყოველთვის ადამიანმა, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ იშოვის იმაზე მეც, რაც გამოიტანა მასზე განსაჯელი გამჩენმა როდის? როშეშანაში. გამჩენმა ყველაზე გამოიტანოს ბედნიერი განაჩენი როშეშანაშის და ყოველდილითაც და მომადლიანდა დროს. და სულობს ადამიანი ეს როცოს ადმინს. შამაიმში. გროვდება და შენ ბოლო ჩამოვა იმფრი. ხო? კითხვა ესეთი. მე ხო გადაწყვიტა მაგ ადამიანზე. ეს არ ვიცი რა გადაწყვიტა და გამჩენმა რაც გადაწყვიტა